რის არხის ფორმატში განვაგრძოთ მუშაობას და ახლა ჩვენ გამომეხმაურებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემატიკას, კონკრეტულად აქცენტს გავაკეთებთ ამ მიმართულებით არსებულ სტატისტიკაზე და თემაზე სასაუბროთ სტუდიაში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელს ოლიკო კობახიძეს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, ზაზა, მივესალმები ჩვენს მსმენელებს უპირველეს ყოვლისა მოწვევისთვის დიდი მადლობა და ამ საკითხით დაინტერესებისთვის და მეთანხმებით რომ ზოგადად ბიზნეს სამომხმარებლო ურთიერთობა ჩვენს ყოველდღიურობად იქცა და შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ თემების გაშლა და საუბარი. კი ბატონო, მით უმეტეს რომ უკვე ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც ასე ვთქვათ, ორმხრივი დიალოგის რეჟიმშია ეს ყველაფერი და არა ცალმხრივი. ჩვენ საბჭოთა სისტემიდან მოდივართ, როდესაც მომხმარებელთა უფლება რაღაცა აბსტრაქტული იყო და დღეს ნელ-ნელა პრინციპში ვცდილობთ, რომ ეს აბსტრაქცია რეალობად ვაქციოთ და მე რაც ვნახე აქ განაცხადების საერთო რაოდენობაც მე ვფიქრობ, რომ ამ მხრივ აი ამის ერთ-ერთი გამოძახილიც არის და შეიძლება ალბათ სააგენტოს კიდევ უფრო მეტად სამუშაო აქვს იმაზეც, რომ სააგენტოს მსგავსი სერვისი და საშუალება არსებობს იმისთვის, რომ დაიცვან უფლებები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიჩვეულია და სტანდარტადაც არის ქცეული სანამ ეს ახალი კულტურა თქო არ განვითარდება, რომ რაღაცა პრეტენზიის შემთხვევაში იქვე დიალოგი შედგება, რაღაცას ეტყვის და დასრულდება იქ რა, ზოგან შეიძლება რაღაცა რთულად დასრულდეს, მაგრამ დასრულდება იმით, რომ ეს დიალოგი შედგა და მენეჯერმა თუ მოახდინა რაღაც ობიექტის ამ რეაქცია მოახდინა, თუ არა და ის პრობლემად დარჩება. მოკლედ, დავიწყოთ საუბარი სტატისტიკაზე. ის სტატისტიკა, რომელზეც ახლა ჩვენ გავამახვილებთ ყურადღებას, რას გვეუბნება ზოგადად მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით საინტერესო რამდენად არის გაზრდილი ცნობიერება და რა ტენდენციები იკვეთება ამ სტატისტიკით და როგორია იქ? ზაზა, მადლობა შეკითხვისთვის. მე პირდაპირ რიცხვებით დავიწყებ და დაგეთანხმებით, რომ სტატისტიკა ზოგადად ბევრ ამეზე მეტყველებს და ჩვენი მსმენელებისთვის უფრო კარგად წარმოსადგენი რომ მიიღოს მთლიანად სურათი, შედარებითად განვიხილავ წინა წელთან და ხმამაღალი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ წინა წლის იანვართან შედარებით 2026 წლის იანვარი დავიწყეთ საკმაოდ აქტიურად, მზარდი არის მომხმარებელთა მომართვიანობა, გაიზარდა დაახლოებით 200%-ით. სადღაც 200-მდე განაცხადი შემოვიდა უკვე იანვარში სააგენტოში და ეს მეტყველებს იმაზე, ერთი ის რომ მომხმარებელთა ცნობიერება გაიზარდა და დღითი დღე იზრდება და მეორეს მხრივ მომხმარებელს ნდობა გაუჩნდა ზოგადად აღმასრულებელი უწყებისადმი. ასევე მინდა შევეხო სექტორულ ჭრილშიდაც ამ სტატისტიკურ მონაცემებს ძირითად შემთხვევაში მაინც ფიქსირდება ონლაინ ვაჭრობა, აი საბითუმო საცალო ვაჭრობის ნაწილში და დამეთანხმებით, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა სწორედ ის, რომ ბიზნეს სამომხმარებლო ურთიერთობა გადავიდა ციფრულ სამყაროში, შესაბამისად, აი აქ სწორედ მნიშვნელოვანია მომხმარებლის მზაობა, ვინაიდან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მოვაჭრე იყენებს სწორედ ამ მანიპულაციურ ტაქტიკებს, რათა მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანოს და ზეგავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე, მის ეკონომიკურ ქცევაზე და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ მომხმარებელი არის შეცდომაში შეყვანილი და საბოლოო ჯამში ბიზნესი ახორციელებს არაკეთილსინდისიერ კომერციულ საქმიანობას. ამიტომაც მნიშვნელოვანი არის ზუსტად თქვენ ცნობიერების ამაღლების ნაწილი ახსენეთ, სააგენტოსთვის მხოლოდ დარღვევებზე რეაგირება არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ასევე ინკლუზიურობა, ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით სწორედ განგრძობით რეჟიმში სააგენტო მუშაობს, რომ სწორედ მომხმარებელი და არა მხოლოდ მომხმარებელი, ნებისმიერი დაინტერესებული პირი და ბიზნეს სამომხმარებლო ურთიერთობის ნებისმიერი მონაწილე მზად იყოს სწორედ ამ ურთიერთობებისათვის. გასაგებია. ინტერნეტი, თქვა სექტორული ონლაინ სივრცე ვაჭრობისა, გასაგებია, რომ ამ მოცემულობაში მზარდია და კიდევ უფრო მზარდი იქნება. მომხმარებლის მზაობა ახსენეთ და მზაობა გინდა არ გინდა ეპოქას მოაქვს. მაგრამ ზოგადად ონლაინ ვაჭრობას თავისი სირთულეები გააჩნია და ახლავს და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ალბათ ეს სირთულეებიც დროთა განმავლობაში არ მოიფრება, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის წარმოდგენილის შემდეგ უკვე რეალურად ნახვა და შესაბამისობა ერთმანეთთან, ხო?
დაახლოებით იმისი არ იყოს სასტუმროს ფოტოსურათი გადასარევი და მიხვალ იდეაში თითქოს ვერ მოედავები, მაგრამ აბსოლუტურად სხვა. რა გამოვიწერე, რა ჩამოვიდა, ხო, ხშირია ეს შემთხვევა. სტანდარტული არის სამწუხაროდ. და გასაგებია რომ ამას ზოგიერთი ონლაინ ვაჭრობის ობიექტი ბოროტად იყენებს. მაგრამ არის მეორე მომენტი, ეს არ უნდა გახდეს ალბათ დაბრკოლების მიზეზი იმისა, რომ სექტორი განვითარდეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ სანდოობა დაკარგოს მომხმარებელმა. აი ამ ეს გასაგებია დროთა განმავლობაში ასეც რომ იყოს რაღაც პერიოდის მერე მაინც აღმოიფრება, მაგრამ ზოგადად აი ეს ჩატეხილობა თუ უსყლი რო არ აღმოჩნდეს, თქვათ სანდოობის თვალსაზრისით რა მექანიზმები არსებობს იმ კუთხით, რომ ცირედი შეუსაბამობის შემთხვევაში რეალურად რა ბერკეტები გაქვთ მომხმარებლის უფლების დაცვისა. კეთილი ჩვენს მსმენელებს რომ გავაცნოთ ზოგადად როგორ ვრიაგირებთ დარღვევებზე და რა მექანიზმები აქვს სახელმწიფოს სწორედ ამ ბიზნეს სამომხმარებლო ურთიერთობაში თუ კი რაიმე დარღვევების ნიშნები გახდება, ამ შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია განცხადებით მომართოს სააგენტოს. არ არის აუცილებელი რომ კონკრეტულად განცხადებლის უფლება იყოს დარღვეული. არა, თუ კი ის შენიშნავს რომ ბაზარზე კონკრეტული მოვაჭრე ახორციელებს თუნდაც არაკეთილ სინდისიერ ქმედებას, ან მისი ქმედება არ შეესაბამება მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონმდებლობას, ამ შემთხვევაში მას შეუძლია მომართოს განცხადებით სააგენტოს. განცხადების ფორმა არის ხელმისაწვდომი ჩვენს ვებგვერდზე, დისტანციურად შეუძლია შეავსოს და საკმაოდ მარტივი შესავსებია ეს განცხადება, ასევე განცხადების შევსება შესაძლებელია ადგილზე ვიზიტის ფარგლებშიც. განცხადების ფორმატით მომხმარებელი უთითებს თავის ვინაობას, ასევე ფაქტობრივ გარემოებებს, აღწერს, რას ედავება მოვაჭრეს და შემდგომ უკვე სააგენტო ადმინისტრაციული საქმის წარმოების პროცესში განიხილავს საკითხს და თუ რა თქმა უნდა დარღვევის ნიშნები იარსებებს, მოიკვლევს და დარღვევა დაუდასტურდება მოვაჭრეს და აქვე მინდა ხაზი გაუსვა მომხმარებლის ჯგუფის ინტერესს, ხო? სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია არა კონკრეტული ერთი მომხმარებლის უფლება, არამედ ჯგუფის ინტერესი, ანუ ის კონკრეტული მოვაჭრე არღვევს თუ არა მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესს და მისი კომერციული საქმიანობა, იქნება ეს ნებისმიერი კომერციული კომუნიკაცია, მათ შორის შეიძლება გამოიხატოს რეკლამით ან სხვა დაუშვათ შეთავაზებით. ეს კონკრეტული კომერციული კომუნიკაცია ახდენს თუ არა ზეგავლენას მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესზე და ისევ დისტანციურ და ონლაინ ვაჭრობას რო დავუბრუნდეთ, აქ მინდა მე ხაზი გაუსვა და ისევ ჩვენს მსმენელებს გავაცნო უფლება თუნდაც დისტანციურად საქონლის მომსახურების შეძენის შემთხვევაში მას აქვს შესაძლებლობა რომ 14 დღის ვადაში უპირობოდ დააბრუნოს დისტანციურად შეძენილი საქონელი და ამ კანონმა სწორედ ეს სიახლე დანერგა რომ მომხმარებელი თუ კი დაუშვათ პირობითად ონლაინ შეიძენს კონკრეტულ ნივთს, მიიღებს ამ ნივთს და უბრალოდ ჩათვლის, რომ აღარ უნდა, უბრალოდ გადაუნდა ამ კონკრეტული ნივთის დატოვება, ხო? მას შეუძლია 14 დღის ვადაში განუცხადოს მოვაჭრეს, რომ არა, მე ამ ნივთს ვაბრუნებ და მოვაჭრე თავისთავად ცხადია, ვალდებულია, რომ ეს ნივთი დაიბრუნოს. და აქვე მინდა ხაზი გაუსვა. პირობები იქნება ალბათ. უპირობოდ შეუძლია მომხმარებელს დააბრუნოს ეს ნივთი, თუმცა ამ ნივთს არ უნდა კონდეს დაკარგული სასაქონლო იერსახე, ვინაიდან მისი ხელახალი რეალიზება უნდა განხორციელდეს, ხო? თუ ის არდებს თქვა რაღაც შეფუთვაში ისეთში როგორიც იყო თავიდანვე? ამას ვგულისხმობ, ანუ სასაქონლო იერსახე დაკარგული არ უნდა კონდეს, თუმცა კანონი ითვალისწინებს გარკვეულ გამონაკლისებს, რისი დაბრუნებაც პირობითად მომხმარებელს არ შეუძლია, მაგალითად ეს შეიძლება იყოს მალფუჭებადი პროდუქცია, მაგალითად რძეს თუ ვიყიდით, კი ბატონო, რძეს თუ ვიყიდით, ნუ რძეს ვეღარ დააბრუნებს მომხმარებელი. ნუ კანონი ჩამოთვლის ექსპლიციტურად გარკვეულ გამონაკლისებს, მაგრამ ზოგადად ამ უფლებას მინდა ხაზი გავუსვა, რომ 14 დღის ვადაში მომხმარებელს შეუძლია უპირობოდ დააბრუნოს დისტანციურად შეძენილი საქონელი, თუმცა ნახეთ, კანონი განასხვავებს ონლაინ ვაჭრობას და სარეცში, ანუ ადგილზე ვაჭრობას. სარეცში საქონლის შეძენის შემთხვევაში მოვაჭრე არ არის ვალდებული, რომ უპირობოდ, ანუ ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე დაიბრუნოს საქონელი და რატომ? იმიტომ რომ როდესაც მომხმარებელი ადგილზე შეიძენს საქონელს, მას აქვს იმისი შესაძლებლობა, რომ შეეხოს პირობითად, დატესტოს, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, უნდა თუ არა ამ კონკრეტული
ახალი საქონლის შეძენა, ხო? იქვე ხდება აღქმადობა. კი ბატონო, მარტივად აღქმადია და გაცილებით უფრო მარტივად შეიძლება მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. განსხვავებით ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში, რადგან მომხმარებელი ციფრულ რეჟიმში ნახულობს საქონელს, შესაბამისად მას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თუნდაც ხელით შეეხოს, ნახოს რა მატერია არის და ასე შემდეგ. და შესაბამისად კანონი უშვებს ამ შესაძლებლობას, რომ 14 დღის ვადაში უპირობოდ დააბრუნოს ონლაინ შეძენილი საქონელი. Რიკო, როცა ონლაინ შესყიდვაზე არის ხოლმე და რაღაცა დამაინტერესებს, მით უმეტეს ონლაინ შესყიდვის ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა, რომ ციფრულ სამყაროში მეტად ოპერირებს, ასე ვთქვათ. და როცა რაღაცა ნივთი ყოფილა, ვეხმიანები ხოლმე, რომ აი სად ხართ, რომ მოვიდე და ავარჩიო. ყოველთვის აქვს პრობლემა, რომ ჩვენ არსად არ ვართ, გვეტყვით და მოგიტანთ. როცა იწყებს სიღრმისეულ დიალოგს, რომ ეს ამაში ესაბამება, ანუ ყველაზე რთული, თქვათ, ფეხსაცმელი, ესე მარტივად კი გავიგე არის რაღაც სტანდარტული ზომები, მაგრამ არის რაღაც სხვაობების და ასე შემდეგ. და როცა დიალოგში შედიხარ, თუ შეხვედი, ხვდები, რომ ბევრი ნიუანსია და ნიუანსი პასუხებიც არ აქვს. ან იწელება ეს პასუხები. და შემდეგ არის ის, რომ როცა ეუბნები, რომ თქვათ ორი სხვადასხვა რომ მოგიტანონ, რომ აარჩიო, არა ერთი უნდა შეუკვეთოთ. და ახლა თქვენ გვეუბნებით, რომ თქვათ ერთი შეუკვეთეთ, რაც შეუკვეთეთ, ის მოვიდა, სახში დავიტოვე ნივთი. აღარც კი ვეცადე, რომ იქ შემესაბამებინა რაღაცისთვის ეს იმას გამომადგება ისეთი ასეთი არ არის, დავიტოვე და 2 კვირის განმავლობაში შემიძლია რომ დავურეკო და გამოვაცვლევინო? კი ბატონო, შეგიძლია თუ დააბრუნოთ ეს კონკრეტული ნივთი. ანუ უბრალოდ რომ დაიბრუნო. კი ბატონო, შეგიძლია დააბრუნოთ. მე რაც ვიცი პრაქტიკული კერძო გამოცდილებებიდან, გამომდინარე მეგობრებიდან, ნაცნობებიდან, მაგალითად ხო რა თქმა უნდა რეკლამაში არ უნდა ჩაგუთხოვოს, ერთ-ერთი დიდი რაც არის ონლაინ საერთაშორისო კომპანია, რომელსაც წარმომადგენლობა ყავს, ამას აკეთებს ძალიან კარგად. მაგრამ წვრილ-წვრილი ადგილობრივები ცოტა ართულებენ. აი ნახეთ, მე თქვათ რაღაცა შევუკვეთე, ჯერ ერთი რომ შევუკვეთე და მოვიდა თუ წინასწარ ფულს ითხოვენ, ჩემთვის ცოტა ისეთი მომენტია ხოლმე, წინასწარ გადაწირიცხვას რომ ითხოვს, უკვე აღარ მინდა, რაც უნდა კარგად ჩანდეს. ან ადგილზე გადახდის მერე, თქვათ, ამ ნივთს აიღებ და გადაწყვეტე, რომ ეს ის არ არის. არა თუ დაბრუნება უბრალოდ, გადაცვლას რო გინდა, კომუნიკაცია რთულდება. ან არ გპასუხობენ, ან თითქოს ქრებიან და თქვენთან შეხმიანების შემთხვევაში თქვენ რა ბერკეტები გაქვთ იმისა, რომ იმათ ეს თქვათ თანხა დააბრუნებინოთ, რა დააყადაღებთ და მე მომცემთ, თუ ესეც ხო ბიუროკრატია და როდის ის თანხა დამებრუნდება, ან როდის გამომიცვლიან, როგორ არის ეს ელემენტი? კი ბატონო, პირველ რიგში, რაზეც მინდა ყურადღება გამამახვილო, თქვენ ახსენეთ მსხვილი წვრილი ბიზნესი, ხო? კანონი თავისთავად ცხადია მოვაჭრეს, ესე არ ყოფს. წვრილ საშუალო მსხვილ ბიზნესად კი კანონი ყოველთვის ერთია და შესაბამისად სავალდებულო შესასრულებელია. რაც შეეხება უკან დაბრუნების მექანიზმს, თუ კი პირობითად მოვაჭრე არ იბრუნებს უპირობოდ და კანონს არ ღვევს, ხო? ამ შემთხვევაში თქვენ როგორც მომხმარებელს შეგიძლიათ მომართოთ სააგენტოს და სააგენტოს აქვს სწორედ ის ბერკეტი, რომ ერთი თვის ვადაში მოიკვლიოს ეს საკითხი, დარღვევა დაუდასტურდება მოვაჭრეს და თავისთავად ცხადია ეს დარღვევა უნდა აღსრულდეს, ხო? მიეცემა ერთთვიანი ვადა და დარღვევის აღსრულება გულისხმობს იმას, რომ უნდა აღადგინოს მომხმარებლის დარღვეული უფლება და თავისთავად ცხადია, თუ კი მისი სავაჭრო პოლიტიკა არ არის კანონთან შესაბამისობაში, უნდა მოიყვანოს კანონთან შესაბამისობაში და აქვე კიდე ყურადღებას გავამახვილებ სწორედ ინფორმირების ვალდებულებაზე. თქვენ ახსენეთ, რომ ხშირად დიალოგში შედიხართ მოვაჭრესთან, თუნდაც ყველაზე ყბადაღებული თემა Facebook-ზე რა ღირს პირობითად, როცა არ არის მითითებული ფასი, ხო? და რა ღირს სანამ გაიგებ ფასს, იქ მიმოწერა უნდა იყოს ბოტთან ხო საერთოდ? კი ბატონო, ესე კომენტარებში ან პირად შეტყობინებებში ძალისხმევა გჭირდება, რომ ეს ინფორმაცია მივიღოთ. ეს რა ფენომენია, როდესაც ვებგვერდზე ღია, თქვათ, სოციალურ ქსელში ძირითად გვერდზე რაღაცა ნივთია და 10 კითხვა არის რა ღირს და პასუხი არის დუმილი და მე საუკეთესო შემთხვევაში მოგწერ პირადში. ეს რა ფენომენია და ზოგადად ნორმაა? ეს ფენომენი არის დარღვევა, პირდაპირ გითხრათ. და რატომ? ნახეთ, მოვაჭრის ვალდებულება და ზოგადად კანონის ქვაკუთხედი სწორედ არის მომხმარებლის ინფორმირებულობა. და რას გულისხმობს ინფორმირებულობა? როდესაც მომხმარებელი
სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდე და სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდეა ზუსტად, როდესაც პირობითად თქვენ ციფრულ რეჟიმში ათვალიერებთ საქონელს, გინდათ მიიღოთ გადაწყვეტილება, იყიდოთ, არ იყიდოთ. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მისაღებად თქვენ გჭირდებათ გარკვეული ინფორმაცია, ხო? და კანონი რას ამბობს? ეს ინფორმაცია რა უნდა იყოს? სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდე მოვაჭრემ აუცილებლად უნდა მოგაწოდოთ საქონლის არსებითი მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, პირობითად ფეხსაცმელს თუ განვიხილავთ, მაგალითად ტყავის ფეხსაცმელია, რა ზომა, ასევე რა ფერია და ასე შემდეგ, რაც შეიძლება იყოს იმ კონკრეტულ საქონელთან მიმართებით არსებითი მახასიათებელი. კი ბატონო, მათ შორის აუცილებლად უნდა მოგეწოდოთ ფასის შესახებ ინფორმაცია. რომელიც საერთოდ კი ბატონო, რომელიც კი რა ღირს ესე კომენტარებით და პირადი მიმოწერის ფარგლებში არ უნდა გვიწევდეს ჩვენ მომხმარებლებს ამ ინფორმაციის მიღება. კი ბატონო. ხოლიკო ბოდიში გაწყვეტინებთ, როდესაც სოციალურ ქსელში პროდუქტი დევს ვიზუალურად და აქვს აღწერილობა. და თუ მე მიწევს თუნდაც კითხვის დასმა, რა ღირს უკვე კანონს არღვევს ის ადამიანი. კი ბატონო, უკვე კანონს არღვევს კონკრეტული მოვაჭრე, იმიტომ რომ თქვენ პროაქტიულად უნდა მოგეწოდოთ ინფორმაცია, ანუ თქვენ არ უნდა გიწევდეთ ამ ინფორმაციის მოპოვება, გარკვეული დაუშვათ პირადი მიმოწერით ან კომენტარებით. პირიქით, ანუ ეს ინფორმაცია მაგს რო ეს ინდივიდუალურში მოგწერთ, ფას მგონია რომ ჯერ შეხედავენ პროფილს, ვინ არის და ალბათ მისი ფინანსური შესაძლებლობა შეისწავლიან, ვიღაცას მეც ეთქვენ, ვიღაცას დაკლებს. ფას თითქოს ეს განცდა მაქვს, ალბათ ეს ნაკლებად არის, მაგრამ სხვანაირად ვერ ვხსნილ რა ლოგიკაა იმასში, რომ ფასი არ იწერება და 100 კომენტარი როა, ყველას ეუბნებიან, რომ პირადში, ფასი ნახეთ პირადში. კი ბატონო, ეს იმთავითო დარღვევა, ამის და მიღმა რა ზრახვები შეიძლება ამოძრავებდეს მოვაჭრეს ვერ გეტყვით, ნუ შეიძლება engagement-ის დაუშვათ ნაწილიც იყოს, ხო? სოციალურ ქსელში არის, თუმცა ეს არის კანონის დარღვევა. და რა თქმა უნდა ეს არის ცალსახად კანონის დარღვევა, შესაბამისად ჩვენ ყოველდღიურად შემოგვდის სწორედ ფასთან მიმართებით მომხმარებლის განცხადებები და აქვე მინდა ჩვენს მსმენელებს გავაცნო, რომ სწორედ 2025 წლის განმავლობაში სააგენტომ დაამტკიცა ერთ-ერთი სახელმძღვანელო, რომელიც საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მითითებას ეხება და ეს სახელმძღვანელო არის საკმაოდ პრაქტიკული ღირებულების მატარებელი, ვინაიდან ეს დოკუმენტი არის ერთგვარი გზამკვლევი. კონკრეტული მაგალითების საფუძველზე განიხილავს თუ როგორ უნდა მიეთითოს ფასი, პირობითად ფასი უნდა მიეთითოს აუცილებლად საბოლოო ფასი, რომელშიც ასევე უნდა შედიოდეს როგორც დამატებული ღირებულების გადასახადი, ასევე ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომლის გადახდაც მომხმარებელს უწევს და რომელსაც ვერ აირიდებს თავიდან. შესაბამისად, აქვე მინდა ვუთხრა ჩვენს მსმენელებს, რომ ეს სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე, ასევე როგორც სხვა დანარჩენი სახელმძღვანელოებიც და შეგვიძლია ამაზეც ვისაუბროთ და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს ფასების მითითების შესახებ სახელმძღვანელოს ჩვენს ვებგვერდზე. ეს მოქალაქეებისთვის არის თუ ნებისმიერ დაინტერესებული მხარისთვის, როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე მოქალაქეებისთვის ნუ ახლა ეს გვარი გზამკვლევია, კი ბატონო. ციგნები გზამკვლევი და ინფორმაციათა კრებული მოქალაქეებიდან არ ვიცი, ალბათ შეიძლება რაღაცა უმცირესი პროცენტი შეიძლება იყოს, რომელიც ადგება და წაიკითხავს ამას და იდეაში ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებიც ალბათ შეიძლება ნაკლებად წაიკითხავენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვიღაცას მაინც დაიქირავებენ, ვინც მოკლეს შინაარეს მაინც ეთყვის. ანუ გამოდის რომ მე მგონია რომ ზოგადად თქვენ სააგენტოს ინფორმაციულობის და ცნობიერების მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურად მუშაობა იქნება უპრიანი. იმიტომ რომ ზოგადად თუ სწორად ხვდები კონცეფციას, აქ კი ვსაუბრობ ჩვენ მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე, მაგრამ რაც უფრო მაღალი იქნება მომხმარებელთა ჩართულობა, ცოდნა რა უფლებები გააჩნიათ, საბოლოო შედეგი ის იქნება, რომ ამ ცოდნას უფრო სიღრმისეულად გაითავისებენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ავტომატურ რეჟიმში მათი მხრიდან ნაკლები იქნება, თქვათ, უფლებების დაცვა მომხმარებელთა. ხო, ჯამში ხო ეს წრე უნდა ამოქმედდეს თუ შეიკრეს ალბათ. და ნუ კეთილსინდისიერება უნდა შენარჩუნდეს ბაზარზე, ხო? თუ მინდა ეკონომიკის მდგრადი განვითარება დაგეთანხმებით კი და ჩვენ განგრძობად რეჟიმში მუშაობთ სწორედ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზე და თუნდაც 2025 წელი ამ მხრივ ძალიან დატვირთული იყო 50-მდე სკოლაში, არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით, რეგიონების მასშტაბითაც ვატარებთ შეხვედრებს, ვატარებთ ასევე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან, ელექტრონული კომერციის
კომერციის ასოციაციის წარმომადგენლებთან, ხშირად ასევე სტუდენტებთან შეხვედრები გვაქვს, ასევე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა 2025 წელს და ეხლა სამომავლო გეგმებზედაც რომ ვისაუბროთ, ყოველწლიურად ასევე ტარდება მომხმარებლის უფლებების დაცვის კვირეული და 9 მარტის კვირაში მთელი კვირა სწორედ დაეთმობა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, ასევე მე ინკლუზიურობა ვახსენე, სააგენტო ამ მიმართულებითაც აქტიურად არის ჩართული, თუნდაც მაგალითად ის რომ ბროშურები ითარგმნა ჟესტურ ენაზე, ბრაილის ენაზე, ასევე სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ უკვე გაეცნონ, იმიტომ რომ სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე არის ხელმისაწვდომი ბროშურები, რომელიც განმარტავს მომხმარებლის ძირითად უფლებებსა და ვალდებულებებს. შესაბამისად, აი ამ კუთხით, ცნობიერების ამაღლების კუთხით მე ვიტყოდი, რომ სააგენტო საკმაოდ აქტიურ რეჟიმში ახორციელებს კამპანიებს. ნუ ეს ისეთია, რომ მუდმივი თემა იქნება. კი ბატონო, განგრძობად რეჟიმში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვწადოთ. სააგენტოს ახლა პასუხისგებლობა აქვს, რომ ეს არ არის ერთი წლის, ერთი დღის, თუნდაც 2 წლის საქმე, რაღაცა მენტალურ კულტურული მიდგომის გადაფასება უნდა მოხდეს რა, ეს არ არის მარტივი საქმე ცნობიერებაში გადატეხა. კანონის აღსრულება დავიწყოთ 2022 წლიდან შესაბამისად ამ 3 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამე შევძელით და ისევ სტატისტიკას რომ დავუბრუნდეთ და მარტო რეგიონალურ ჭრილში არა, საერთაშორისო დონეზეც თუნდაც ICPN-ის პრეზიდენტები გავხდით და 2026 წელი. კი ბატონო, ამ მუშაობის შედეგია და საერთაშორისო დონეზე ჩვენი მუშაობის დადასტურება და აღიარება და შესაბამისად ეს ნამდვილად საამაყოა არა მხოლოდ ჩვენი სააგენტოსთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის და მეორე მხრივ ჩვენთვისაც ეს ერთ-ერთი მექანიზმი იქნება, რომ სააგენტოში საერთაშორისო ახალი სტანდარტები, მიდგომები რა თქმა უნდა ICPN-ი გახლავთ. კი ბატონო, მომხმარებლის უფლებების დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90-მდე ქვეყანას აერთიანებს. შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, რათა გაზიარებული იქნეს საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება. ამიტომაც ჩვენ ამას წარმატებით ვიყენებთ და მე ვიტყოდი, რომ აი ეს შემდგომი ერთწლიანი პერიოდი იქნება გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენ ღირსეულად შევერკინებით ამ გამოწვევებს და რა თქმა უნდა მზად ვართ ამისათვის. კი ბატონო, და ნუ საინტერესო პროცესიც არის და მართლა რაღაცა პასუხისგებლობაც გაქვს. ეს გრძელვადიანი პროცესია. კიდე ერთ თემას მინდა შევხედო, აი მაგალითად გუშინ მქონდა ჩვენ ასეთი კონკრეტული პრობლემა და ეს არ ვიცი თქვენთან არის საკითხი, მე მგონი ერთი არის ის რომ თქვათ ონლაინ შეკვეთების დროს ნუ გითხარით თქვენ რომ ნიფტის შესაბამისობა შეუსაბამობა არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი მიზეზით 2 კვირის განმავლობაში ონლაინ ნაყიდი და მოტანილი ნიფტის დაბრუნება შემიძლია. მაგრამ ჯერ ამას დავაძუსტებ და მე კითხვაზე გადავალ. მაგრამ მე თუ ქეშად გადავუხადე და არა ჩარიცხვით ამ შემთხვევაში დადასტურების ელემენტი რა შეიძლება იყოს, როდესაც თქვა ელემენტარულ ჩეკს აღარ გაძლევს თქვენ რო გითხრათ, რომ აი ეს ნიფტი ავიღე და აღარ იბრუნებს ან დასადასტურებლად. იცით რა, ამ შემთხვევაში მე მესმის, რომ მტკიცების ტვირთი ეს თანხა გადაიხადეთ, არ გადაიხადეთ, საბოლოო ჯამში რთულდება. თუმცა ამ ხრივ მომხმარებელიც უნდა გონივრულად უნდა მიუდგეს ზოგადად სახელშეკრულებო ურთიერთობას, რადგან მას კონდეს დამადასტურებელი, თუნდაც ჩეკი იქნება თუ სხვა რაიმე საბუთი დამადასტურებელი, რომ ნამდვილად იმ კონკრეტულ მოვაჭრესთან იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუ საბოლოო ჯამში მაინც დავდივართ მტკიცების ტვირთზე და შესაბამისად მტკიცების ტვირთი გართულდება, კი, გეთანხმებით. ანუ ყველა ვარიანტში ასეთ შემთხვევაში თუ რამე ოდნავი კითხვის ნიშანი ან არ არის, ზოგადად ჯობია ონლაინ გადახდისას, ონლაინ გადახდა მოხდეს ონლაინ შეძენისას. კარგი. და ეხლა კითხვას დავუბრუნდები. ერთი არის შეკვეთა და რაღაცა მოტანა. აი ირღვევა თუ არა მოკლედ მოქალაქის უფლება, როდესაც კვების ობიექტში შეუკვეთა რაღაცა, იქ მითითებულია დრო რომ მოვა რაღაც 40 წუთში პირობითად, მაქსიმუმ 40 წუთში და მოდის 2 საათში.
აქ რამე უფლება აქვს მოქალაქეს, იმიტომ რომ იდეაში 40 წუთსა და 2 საათს შორის დიდი სხვაობა და თან ყვება ისეთი თემა, რომ ის 40 წუთში რომ მოვა რაღაც შესაბამისობაშია და 2 საათში ამ დრო არა, კან უკვე ის აღარ უნდა სხვა. მესმის, თქვენ საკურიერო მომსახურებას გულისხმობთ, კომპანია. კი ბატონო, ნახეთ, დროც მათ შორის არის არსებითი პირობა, ეხა მესმის, რომ შესაძლოა იმ კონკრეტულ ობიექტზე, როცა კონკრეტულ დროს მე ვიმყოფებოდი, აღარ ვიყო ხო 2 საათის განმავლობაში შესაბამისად, როდესაც მე წინასწარ მომეწოდება ინფორმაცია, რომ 9 საათში უნდა მომიტანონ შეკვეთა, ის შეკვეთა არ უნდა მომდიოდეს 2 საათში, პირობითად ხო? შესაბამისად, შეგიძლიათ მიედავოთ მოვაჭრეს ამ შემთხვევაში. თუ რა თქმა უნდა შესრულებას აღარ მიიღებთ, თუ შესრულებას მიიღებთ და საბოლოო ჯამში დათანხმდებით, რომ აი პირობითად ეს შეკვეთილი საქონელი თქვენ მიიღეთ 2 საათში, შესაძლოა სადაოც არაფერი აღარ გქონდეთ. მიიღეთ, ხო? მაგრამ ანუ თუ შეუსაბამოა 2 საათში ეს, ერთადერთი შეგიძლია რა? თუმცა მე როგორც ვიცი, საკურიერო კომპანიებს აქვთ მექანიზმი, რომ დაუშვათ აპლიკაციითვე განაცხადოთ, რომ აი გააუქმოთ შეკვეთა პირობითად, ან სხვა ნებისმიერი მექანიზმი, კი ბატონო. და იმ ობიექტს თავისი საკურიერო ხო, ეხა უბრალოდ საქმის დეტალები რახან არ ვიცით, შესაბამისად ესე კვალიფიკაციას ვერ მივცემთ, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ სწორედ განცხადების ფორმატში მომხმარებელმა საქმის არსებითი გარემოებები დეტალურად აღწეროს, როგორ მოხდა, რა მოხდა და მე იმის შესაბამისად, ეხა მე უბრალოდ სამართლებრივი კვალიფიკაციისგან შევიკავებ ამ შემთხვევაში. ვცდილობ გავერკვე, ესე იგი ამ შემთხვევაშიც მოქალაქეს შეუძლია რომ თქვენი იმედი კონდეს. კი ბატონო, თავისთავად ცხადია, შეუძლია მომართოს სააგენტოს. გასაგებია. ერთი თემაც მე მგონი იწურება ჩვენი საეთერო დრო ამასობაში. პერსპექტივაში რა მექანიზმები გგონიათ ისეთ ეფექტიანად, რომ აი ეს თუნდაც ინფორმაციულობა და სინქრონულობა ცოდნის საკითხის ახმისადმი უფრო მაღალ დონეზე დადგეს და ზოგადად თქვენთანაც ალბათ რაღაცა პრიმიტიული ბჭყალებში ხასიათის განცხადებები შემოდის და რაღაცა რაც უფრო ცნობიერება ამაღლდება, შინაარსობრივი ნაწილიც ალბათ შეიცვლება დროთა განმავლობაში. ვერ დაგეთანხმებით, ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ჩვენთან განცხადებების უმეტესობა შემოდის სწორედ ნაკლთან დაკავშირებით და შეგვიძლია ნაკლის შემთხვევაში კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ მომხმარებელმა მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა, რაც გამოიხატება კონკრეტული საქონლის შეცვლით ან შეკეთებით. თუ შეცვლა შეკეთება ვერ ხდება, ამ შემთხვევაში მომხმარებელს უკვე შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება და ხელშეკრულებიდან გასვლა, რაც გულისხმობს, რომ დააბრუნებს საქონელს და თანხას დაიბრუნებს უკან. გარდა ამისა, ასევე არაერთი განცხადება შემოდის სწორედ არაკეთილსინდისიერი კომერციული საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით და მე დასაწყისში ვახსენე, რომ ხშირია ესეთ შემთხვევები, როცა манипуляციურ ტექნიკებს იყენებს მოვაჭრე, რათა ზემოქმედება მოახდინოს მომხმარებლის ეკონომიკურ ქცევაზე. ამიტომაც მე ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენი მომხმარებელი რაღაც პრიმიტიულად უდგება ბიზნესსამომხმარებლო ურთიერთობებს. პირიქით, მათ შორის შემოდის განცხადებები ზოგადად, როდესაც მომხმარებელს უშუალოდ პირადად არ ეხება, ხო, უშუალოდ მისი უფლება არ დაირღვა, ჯგუფის უფლებასთან დაკავშირებით ცდილობენ, რომ ეს უკვე სამოქალაქო პასუხისმგებლობა პირადად არ ეხება, მაგრამ ხედავს სხვაგან და ზუსტად სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე შედეგზე გავდივართ. ზუსტად სამოქალაქო პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სწორედ ხშირად შემოდის უბრალოდ აცნობებენ სააგენტოს, რომ აი ეს კონკრეტული მოვაჭრე ახორციელებს დარღვევას, კანონთან შესაბამისი არ არის მისი წესები და პირობები, შესაბამისად ჩვენ ვიწყებთ მოკვლევას ერთი თვის ვადაკ ერთიდან 3 თვემდე სააგენტოს, რათა განიხილოს კონკრეტული საკითხი, შემდეგ თუ გამოიკვეთება დარღვევის ნიშნები თავისთავად ცხადია დარღვევა დადასტურდება, თუ არ გამოიკვეთება, არ დადასტურდება დარღვევა, ხოლო დარღვევის დადასტურების შემთხვევაში უკვე თუ კი მოვაჭრე არ აღასრულებს გადაწყვეტილებას, მერე უკვე სანქცირების მექანიზმი ჩაირთვება და სანქცია არის სურვილის შემთხვევაში განცხადებლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, ხო? განცხადებელს შეუძლია მოითხოვოს, რომ არ გავრცელდეს, კი ბატონო, კონფიდენციალური იყოს. რა თქმა უნდა, ეს დისკრეციული უფლებამოსილება სააგენტოსი დააკმაყოფილებს თუ არა მოთხოვნას, მაგრამ იყო ეს შემთხვევებიც, როცა განცხადებელმა მოითხოვა დაცული ყოფილიყო მისი კონფიდენციალურობა. გასაგებია, გაგვანიშნებენ, რომ ჩვენი საერთო დრო ამოიწურა ამასობაში და მე მგონი ჩვენი დიალოგის ბოლოს გასაგებია, რომ განცხადების ფორმასაც და ამ შემდეგ იპოვიან ვებგვერდზე, მაგრამ ცხელი ხაზი რო კიდე
ერთხელ შეახსენოთ მსმენელს, უპრიანი იქნებოდა. ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი გახლავთ 1520. კი ბატონო, სამუშაო დღეებში შეუძლია მოხმარებელს დარეკოს და ნამდვილად კვალიფიციური პასუხები მიიღოს ჩვენი ცხელი ხაზის ოპერატორებისგან. მადლობა თქვენ. საინტერესო დიალოგისთვის საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი ოლიკო კობახიძე იყო ჩვენი სტუმარი, მასთან დიალოგი რადიოენდის Facebook გვერდზე ეტვირთება. ვფიქრობ, ვინც გვიან შემოგვიერთით, ნამდვილად ღირს მოსასმენად გასათვალისწინებლად იმისთვის, რომ მეტად იყოს დაცული ჩვენი უფლებები, რათა ამ ხრივ ზოგადად მოცემულობა უფრო კარგი იყოს და გარემოც იყოს უფრო დადებითი სანდოობა, მე მგონი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ზოგადად ბიზნესსა და საზოგადო ურთიერთობაში.